გამარჯობა, მე ვარ რუსა, ეს არის სივრცე თვითფლობა და დღეს ვისაუბრებთ ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე. ხშირად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვითარდეთ პიროვნულად თუ პროფესიულად, მაგრამ ამ ყველაფერს თუ არ ექნება სტრუქტურა, ძალიან გაგვიჭირდება, ან ნელინაბიჯებით მოგვიწევს წინსვლა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღევანდელი საუბარი დავუთმოთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, სტრუქტურას. სტრუქტურაზე ფიქრისას აუცილებლად მახსენდება ერთი ადამიანი, რომელიც ვფიქრობ ამ თემაზე ძალიან კარგად ისაუბრებს თქვენთან და მოგცემთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებსაც გამოიყენებთ პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდაში. ვფიქრობ, რომ მისი ასეთი დიდი წარმატება განსაკუთრებით ბიზნეს სტრატეგობაში სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თეოს ესმის ძალიან კარგად სტრუქტურის მნიშვნელობა. ჩვენი სტუმარი არის დღეს თეო ჭანტურია, ძალიან კარგი ბიზნეს სტრატეგი. თეო, გამარჯობა და მიხარია, რომ ჩემი სტუმარი ხარ. გამარჯობა რუსა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, გულშემატკივრობთ და ძალიან მიხარია, რომ ქართულ სივრცეში იქმნება ასეთი მრავალფეროვანი და ამასთანავე განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე. და შენ ხარ ამის წამყვანი. მადლობა პირველ რიგში ძალიან დიდი მოწვევისთვის. მადლობა თეო. მადლობა ასეთი დადებითი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის. რამდენიმე თემა მინდა გამოვყოთ, რასაც ეტაპობრივად ვისაუბრებთ სტრუქტურირებულად. პირველი სტრუქტურა პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში, სტრუქტურა როგორც მარტივი გზა წინსვლისკენ, მოთმინებისა და სიმშვიდის ძალა პროფესიულ ზრდაში, გამძლეობა და ემოციური მედეგობა, სტრუქტურა ბიზნესში. ბოლოს მოკლედ ვიწყებთ პიროვნული ზრდით და რა თქმა უნდა, მერე ბოლოს ვასრულებთ სტრუქტურით ბიზნესში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმისი გაცნობიერება და გაანალიზება, რომ პიროვნული სტრუქტურა და ბიზნესის სტრუქტურა განყენებულად და ცალ-ცალკე არ არის. თითქოს ადამიანები ეს ასე ვაკვირდებით აღნიშნულ საკითხს, რომ სტრუქტურა უხდება ბიზნესს და პიროვნული თვისებები და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ცალკე. მაგრამ რეალურად ყველაფერი იწყება ჩვენი პიროვნული სტრუქტურით და შემდგომში უკვე აღნიშნული გადაგვაქვს ბიზნესში. როგორ და რას შემიძლია აღნიშნული შევადარო, რომ უფრო მარტივად გასაგები იყოს ჩვენი აუდიტორიისთვის. როდესაც ადამიანები ვცდილობთ კონკრეტული ბიზნესკენ სვლას, ამისათვის პირველ რიგში ვამზადებთ საკუთარ თავს, მორალურად, კონკრეტულ მიზნებს ვუსახავთ, რის მიხედვითაც ჯერ ჩვენ თვითონ საკუთარ თავს ვავითარებთ, იმ კონკრეტულ თვისებებს ვავითარებთ, რომელსაც უკვე შემდგომში პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში უჭირავს ძალიან დიდი როლი. ზოგადად რო ვთქვათ, რა არის სტრუქტურა, ხო? სტრუქტურა ეს არის კონკრეტული, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვაერთიანებთ, თითქოს ვაბამთ, აი გადავმის კუთხით ვაბამთ ერთმანეთს და უკვე ამის შემდგომ ვღებულობთ ერთიან ორგანიზმს. როდესაც ადამიანები შევძლებთ და ვახერხებთ იმას, რომ ჩვენ თვითონ პიროვნულად ვიყოთ თანმიმდევრულები. აი ეს თანმიმდევრულობა არის სტრუქტურირებასთან ყველაზე კარგად კავშირში, რომელიც ჩემთვისაც ყველაზე ძალიან ისეთი კარგად აღქმადია, ხო? აი ამის შემდგომ ყველაფერი ხდება, ყველაფერი ლაგდება და შემდგომში გადავდივართ უკვე ჩვენ ბიზნესის სტრუქტურასა თუ ბიზნესის სტრუქტურაზე საერთოდ სასაუბროთ. უმთავრესი სხვაობა და ამასთანავე ძალიან დიდი მსგავსება რა არის მათ შორის. დავიწყოთ მსგავსებით, ხო? მთავარი მსგავსება არის ის, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ განყენებულად არასტრუქტურირებულ ადამიანზე და სტრუქტურირებულ ბიზნესზე. მას შემდგომ რაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მთლიანად არის ერთიანი ეკოსისტემა, თუ კი თეო პიროვნულად არის ქაოტური ადამიანი, არასტრუქტურირებული ადამიანი, მას ვერ ექნება სტრუქტურირებული ბიზნესი და ის ვერანაირად ვერ იქნება სტრუქტურირებული ბიზნეს სტრატეგი, ხო? შესაბამისად, ამ ყველაფრის ერთმანეთთან გაიგივებამ ადამიანურ დონეზე ჩვენ მოგვცა იმისი შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გავისხეულოთ და გავითავისოთ. როდესაც ადამიანები ამ ყველაფერს ვითავისებთ პიროვნულ დონეზე, შემდგომში უკვე ძალიან მარტივია მისი სხვადასხვა სფეროში გადატანა. იქნება ეს ბიზნესი თუ ნებისმიერი ის სფერო, რომელსაც ჩვენ მოვკიდებთ
ხელს და შემდგომში უკვე ეს იქნება ჩვენი არჩევანი, სად ავირჩიოთ თქვათ სტრუქტურირება, სად ავირჩიოთ თუ კი მოგვინდება ქაოსი ან ასე შემდეგ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მათ შორის გვეცოდინება განსხვავებას და გვეცოდინება თავისთავად მსგავსებას. აი ესე მოკლე შეჯამების კუთხით რო გავაკეთო აღნიშნულის კუთხით, ხო? პიროვნული განვითარება არის ის, რაზეც გადის ამ სამყაროში ყველაფერი. რაც უფრო პიროვნულად ვითარდება ადამიანი, რაც უფრო განსხვავებულად ხედავს საკუთარ თავს, საკუთარ იმ სტრუქტურის ჩანასახებსა და ელემენტებს, რომელსაც მთელი ცხოვრება აკეთებდა, მაგრამ აკეთებდა განსხვავებულად და ქაოტურად, ასე რომ ვთქვათ, ხო? შემდგომში უკვე ამ ყველაფერს მისცემს ერთიან ხაზს და სვლაც თავისთავად ბევრად უფრო მარტივია და შემდგომში მისი გადმოკოპირება ნებისმიერ სფეროში არის კიდევ უფრო მარტივი. მადლობა თეო, ასეთი ამომწურავი პასუხისთვის. თვითფლობის სივრცის ერთ-ერთი მთავარი კონცეფციაც სწორედ ის არის, რომ პიროვნული განვითარებით იწყება პროფესიული ზრდაც და ჩვენი თავის განვითარებით იწყება ისიც, როგორ განვითარდებით პროფესიულად და ამიტომ განსაკუთრებით ვუთმობთ ესეთ თემებს ყურადღებას. გამოდის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სტრუქტურის შესამუშავებლად ყოფილა თანმიმდევრობა. რაზეც აუცილებლად ვისაუბროთ მოგვიანებით და რაც შეიძლება მეტი მაგალითით, აი პრაქტიკული მაგალითით, დავიწყოთ მაგალითად პიროვნულ განვითარებასთან ბმაში, თანმიმდევრობა როგორ შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა ყოველდღიურ ცხოვრებაში და შემდეგ უკვე პროფესიულ ზრდაში. სტრუქტურის შემთხვევაში ყოველთვის მომყავს ხოლმე მაგალითები, იმიტომ რომ მაგალითების შემთხვევაშიც ადამიანები ძალიან მარტივად ვიგებთ და თავისთავად ეს მაგალითებიც რაც უფრო პიროვნულ ან ყოველდღიურობასთან არის კავშირში, უფრო მარტივად არის შემდგომში აღსაქმელი. სტრუქტურაში უმთავრესია, როგორც ვთქვით, თანმიმდევრულობა. ეს არის ყველაფრის საწყისი, ასე რომ ვთქვათ, ბაზა. მოდით განვიხილოთ ბავშვის მაგალითი. ხო, პირობითად არის 2 წლის ბავშვი და ვასწავლეთ, გვინდა რომ ვასწავლოთ საკუთარ შვილს. სახლში როდესაც შემოდის, აუცილებლად გაიხატოს პირობითად ფეხზე და შევიდა შემდგომში დაიბანოს ხელები. ერთხელ თქმით, აღნიშნული ვერასოდეს ვერ გაკეთდება, ხო? ერთხელ ვეუბნებით და შემდგომში აღნიშნულს ვაჩვევთ მუდმივად. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ პირობითად სტრატეგიას ან ასე შემდეგ, ერთი არის რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ უკვე შემდგომი არის, რა არის იმ ნაბიჯების თანმიმდევრულობა, რაც ყოველდღიურობაში უნდა გაკეთდეს. ძალიან მარტივი სასაუბროა. ძალიან ხშირად ფიქრობენ ადამიანები და მართლებიც არიან, რომ იცი რა, ძალიან მარტივია რაღაც თქვა, აი შემდგომში განხორციელება, ზუსტად ეს განხორციელება არის საკმაოდ შრომატევადი, ასე ვიტყოდი და ადამიანების უმეტესობაც თუ კი რაღაც კონკრეტულ შედეგს ვერ აღწევს რუსა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ადრე დანებდა და ძალიან ადრე არის აბსოლუტურად იქამდე, სანამ საბოლოო შედეგამდე არ მივალთ. ხო? აი ეს თანმიმდევრობის ჯაჭვი არის ამ შემთხვევაში სტრუქტურის შემადგენელი უმთავრესი ელემენტი. როგორც მუდმივად, ყოველდღიურად. მე ხშირად მეუბნებიან, თეო, ხო, მაგრამ ადამიანს ერთხელ რო ვეტყვით, ან სტრუქტურა ხო ესე არ არის, რომ ჩვენ მუდმივად გვიწევდეს ამისი გამეორება. კი. პირველ რიგში ჩვენ საკუთარ თავსაც მუდმივად უნდა გავუმეოროთ სტრუქტურა. ისევე როგორც ძალიან მარტივია. თუ კი რაღაც კონკრეტულ ჩვევას ჩვენ თუ კი ვაკეთებთ ერთი კვირის შემდგომ სხვანაირი ემოცია იღვიძებს ჩვენში. თუ კი 2 კვირა ვაკეთებთ, კიდევ სხვანაირად ჩდება ეს 3 კვირას შემდგომში უკვე ვიცით, რომ 3 კვირის შემდგომ, 3 თვის შემდგომ ეს ყველაფერი უკვე ავტომატურად ჩვენს ჩვევაში გადადის, ხო? ზუსტად იგივენაირად, როგორც ბავშვს ვასწავლით ელემენტარულად სახლში შესვლის დროს ფეხზე გახდას და ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, ჩვენ მას მუმეორებთ აღნიშნულს და თავისთავად ვეუბნებით თუ რა არის ამის მნიშვნელობა. არა მხოლოდ კონკრეტული მითითება, როდესაც ნაბიჯები არ არის ახსნილი. თუ კი ჩვენ არ ვხსნით თანმიმდევრულობის და სტრუქტურულობის მნიშვნელობას, ამ შემთხვევაში ადამიანი ვერ გაიგებს და შეიძლება ეს უბრალოდ ახირებაც კი ეგონოს პიროვნების თუ ბიზნეს სტრატეგიის თუ ასე შემდეგ. ამიტომ პირველი რაც ყველაზე
ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ ამ მიმართულებით ჩვენს მსმენელს გაყვეს არის ის რომ თანმიმდევრულობა არის ამოსავალი წერტილი ერთხელ და ორჯერ გაკეთებით სტრუქტურა ფიზიკურად ვერ გადავა ჩვევაში ხოლო როდესაც ჩვევაში გადავიყვანთ ჩვენი ყოველდღიურობით სტრუქტურას აი ამის შემდგომ არის უკვე ძალიან მარტივი რომ ჩვენ დავაკავშიროთ პიროვნული სტრუქტურირება და თანმიმდევრულობა ჩვენს ბიზნეს სტრუქტურირებასა და თანმიმდევრულობას ასევე ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან კიდევ რამდენად გვეხმარება ზოგადად სტრუქტურა ნებისმიერი ტიპის მიზნის მიღწევაში. როდესაც ადამიანებს გათავისებული გვაქვს რუსა ის რომ ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გავიაროთ, რაღაც ერთ წამში და ერთ გამონათებაში არ ხდება კონკრეტული შედეგის დადგომა, ამ შემთხვევაში ჩვენ პროცესს მივყვებით ისე რომ საბოლოო შედეგი ჩვენთვის არის უცვლელი და ერთი კონკრეტული მიზნიდან მეორე მიზანზე არ გადავხტებით ხოლმე. იქამდე სანამ პირადად მე ადამიანთან კონკრეტული ტიპის მუშაობას დავიწყებ, იქნება ეს სტრუქტურაზე, მათ განვითარებაზე, მენტორშიპზე თუ ასე შემდეგ, ვრწმუნდები პირველ რიგში იმაში, რომ ადამიანს ნამდვილად სურს იმ მიზნის მიღწევა და ნამდვილად ამისი ძალიან წველი სურვილი აქვს, რაზეც მესაუბრება. რატომ? თუ კი აღნიშნული მიზანი არ არის ძალიან მწველი, ამ სიტყვას ვიყენებ ხოლმე, მაშინ ჩავთვალოთ, რომ შეიძლება ბევრჯერ შეგვეთვალოს ჩვენი სტრუქტურა პროცესში და ამ შემთხვევაში პირიქით ბევრად უფრო ქაოტური იქნება ეს კონკრეტული ადამიანისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანს რაღაც უნდა იმის გამო, რომ ან ძალიან შემოსავლიანია. ბიზნესში ძალიან ხშირად მაქვს მე ამის შემთხვევები, იმიტომ რომ ბიზნესი უნდათ იმისათვის, რომ მოვიდეს პირობითად დიდი ფული. ბიზნესში ფული მოდის მხოლოდ მას შემდგომ, რაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც მთელი გულით და სულით უყვარს და ადამიანი მხოლოდ მაშინ აკეთებს იმას, რაც მას მთელი სულით და გულით უყვარს, როდესაც ბოლომდე იცის საწყისი ეტაპიდან თანმიმდევრულად რა ნაბიჯები უნდა გაიაროს, რათა იმ კონკრეტულ შედეგამდე მივიდეს და ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული მის დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებს და იქ გარედან გარემო როგორ ზუსტად რა ამინდი იქნება, ამინდი არ არის დამოკიდებული მისი ხასიათი და აი ამ ყველაფერზე რო არ იყოს ადამიანი დამოკიდებული და მას შეეძლოს საკუთარი თავის მართვა, ზუსტად ამისი საწყისია არის ამ შემთხვევაში სტრუქტურა. შვენიერი ძალიან კარგი თეო და აქვე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია უნდა ვახსენოთ თანმიმდევრობასთან ერთად ფოკუსი ჩემი აზრით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურის შემუშავებისას, როდესაც ვცდილობთ რაიმე მიზნის მიღწევას კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ განცალკევებულად ამაზე საუბარი არც ღირს, პიროვნულ განვითარებაზე ვსაუბრობთ თუ პროფესიულ განვითარებაზე, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ბმაშია. მაშინ, როდესაც დავისახავთ რაიმე მიზანს, ამ მიზნის მიღწევამდე რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიური თანმიმდევრული ნაბიჯები და ფოკუსი. იმიტომ რომ შეიძლება ერთდროულად რამდენიმე კარგი გარე ფაქტორები ისეთი იყოს, მოკლედ რომ ყურადღება გადაიტანოს ჩვენი. მით უმეტეს დღესდღეობით ისეთ სიტუაციაში, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ასეთი ყურადღების განფანტავი, ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, რაღაც სხვა მოგვეწონოს, მოკლედ შეიძლება რომ ვცდუნდეთ ძალიან მარტივად რომ ავწდეთ ამ ჩვენს კონკრეტულ მიზანს და გზას. მაგრამ ალბათ აი აქ არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ფოკუსი და ყოველდღიურად იმის შეხსენება საკუთარი თავისთვის, რომ რა მინდოდა და მიზანი რა იყო ჩემი, რომ აი ამისკენ გადავდგა ყოველდღიური პატარ-პატარა ნაბიჯები. აი რუსა ფანტასტიკური კითხვა და ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვის დასმისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საკითხს აერთიანებს და ამასთანავე ადამიანებისთვის იქნება ეს აბსოლუტური სიცხადე თუ როგორ და რანაირად უნდა წავყვეთ ამ ყველაფერს ყოველდღიურად, ხო? ფოკუსი არის ამოსავალი წერტილი. როდესაც ჩვენ გადავწყვეტ ნებისმიერ საკითხს, რისი გაკეთებაც გვინდა, ხომ? შემდგომში მთელი ჩვენი ფოკუსი კონკრეტული პერიოდი, მინიმუმ 3 თვე მაინც. შემდგომში კიდევ მინიმუმ 3 თვე მაინც, რომ სადღაც ჩვენ მივიღოთ 1 წლიანი ციკლი. თუ კი ჩვენ გვინდა კონკრეტული მიზნის მიღწევა. და მე ყოველთვის ვუსვამ ხოლმე ხას, რომ ერთდროულად რამოდენიმე მიზანი არ დავისახოთ. დავისახოთ 3 თვის პერიოდში პირობითად 2 მიზანი, მაქსიმუმ 3 მიზანი, მაგრამ იდეაში იდეალურია თუ კი ეს იქნება 1. რატომ? ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ყურადღება და გვაქვს ჩვენი კონკრეტული ფოკუსი და გვაქვს ჩვენი კონკრეტული რესურსი, ხო? რაც უფრო მთლიან
ფოკუსსა და რესურსს მივმართავთ ერთი კონკრეტული მიმართულებით, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ 100% ვდებთ მასში. შემდგომში ბევრად ასევე ნაკლები გვაქვს ამ შემთხვევაში ცდუნება. თუ კი ჩვენ ერთდროულად ვიწყებთ პარალელურად 2 ან 3 მიზნისკენ სვლას, რომელიმე მათგანის აღსრულებაში რომ ფეხი წაგვიწეს და გაგვიჭირდეს, ჩვენი ტვინი ავტომატურად იწყებს ფიქრს, რომ აი მოდი ერთ-ერთი ცოტა გვერდზე გადავდოთ, ხო? ამ შემთხვევაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ ამ დანარჩენ ორთან მიმართებაში დაკარგა აქტუალობა. ამიტომ, როდესაც ერთზე ვართ კონცენტრირებული, ის ერთი, რაც გამოსასვლელია, იმის მაქსიმუმს მე ვხურობ ხოლმე, რომ ან გამოვა და ან გამოვიყვანთ, მაგრამ თუ კი სხვა დანარჩენიც არის ბევრია, ხო? ამ შემთხვევაში და 2-3 უკვე ბევრია, ცდუნებას ძალიან ბევრია. ერთი შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პირობითად აი მაგალითად რომ რასაკითხი გინდა რომ განვიხილო ისი მაგალითი მოვიყვანო თქვა რომელი უფრო აქტუალური იქნება ჩვენთვის პიროვნული კუთხით ავიღოთ გვინდა კონკრეტულად ერთი რომელიღაც მიმართულების შესწავლა რომელსაც შემდგომში გამოვიყენებ ჩვენი ბიზნეს მიმართულებით ხო აი კიდევ კარგად მინდა ჩვენ მოსწავლეებმა გაიგოს ის რომ როგორც თუ კი მე მარცხენა ხელი მაწუხებს ფიზიკურად ვერ იქნება ჩემი სხეული კარგად ხო ზუსტად იგივენაირად არის თუ კი მე პიროვნულად არ განვითარდი ვერანაირ ბიზნესსა თუ სხვა დანარჩენ სფეროში მე ვერ ვიქნები კარგად. აი ამდენად შეკრულია ეს ყველაფერი და როდესაც მე მაქვს მიზანი კონკრეტულ ერთ სფეროში განვითარების, ერთი კონკრეტული საკითხის დასწავლის, ხო? ამ შემთხვევაში პირველი რაც არის, რამდენად მთელი გულით მინდა მე ამის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით სადღაც თვეში, 2 თვეში, 3 თვეში, თუ კი ეს ჩვენი გარე ფაქტორები და ეს ამინდი არ შეგვიწყობს ხელს, ადამიანს ეწყება ფიქრი, რამდენად ჩემი გზაა ეს, რამდენად სწორად მივდივარ და აი ამ გზაზე ერთადერთი რაც ადამიანს ეხმარება არის მწველი სურვილი იმისა, რომ 100%-ით ამის გაკეთება მინდა და შემდგომში ყოველდღიური ფოკუსი, ყოველ დღე ვაკეთებ ზუსტად იმ ერთსა და იმავეს. და თუ კი ვატყობთ რომ არ მუშაობს განსხვავებულს, მაგრამ დღე არ უნდა ჩავარდეს. უმჯობესი აი კითხვის დროს არის ესეთი მარტივი წესი, ხო? ჩვენ დღის მანძილზე შეიძლება სულ 2 გვერდი წავიკითხოთ, მაგრამ ყოველდღიურად უნდა წავიკითხოთ. რატომ? ეს არის კითხვის სტრუქტურა. აი ასევე ჩვევით ადამიანები კითხვას ზუსტად იგივენაირად. მე შეიძლება ამ შემთხვევაში ჩავთვალო რომ 20 კონკრეტული ნაბიჯიდან, რაც მე ყოველდღიურად უნდა გავაკეთო. შეიძლება ამოვაგდო 5 და არა უშავს 15-ზე გადავანაწილო, მაგრამ ეს ასე არ მუშაობს. ხშირად ადამიანები მაშინ ნებდებიან და ამასაც მოდი გავუსვამ ხას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო кейსია. ადამიანები ხშირად მაშინ ნებდებიან, როდესაც სტრუქტურას აიგივებენ რუტინულ სამუშაოსთან და თითქოს ეს მომაბეზრებელი უნდა გახდეს. პირიქით, რაც უფრო სტრუქტურას შევხედავთ როგორც იმ სავალდებულოს და აუცილებელს, რომლის გარეშეც არც არავის გამოსული არაფერი და პირიქით ჩვენთვის ვაკეთებ და ბევრად უფრო მარტივია, საკუთარ თავს არ დავთრგუნავთ და ადამიანები, როდესაც საკუთარ თავს არ ვთგუნავთ, მაშინ ვაღწევთ ფანტასტიკურ შედეგებს. ნამდვილად თეო გეთანხმები, მადლობა ასეთი ამომწურავი პასუხისთვის. ყოველდღიურად პრაქტიკულად რა შეიძლება დაგვეხმაროს სტრუქტურის შემუშავებაში? ადამიანებისთვის ეს ინდივიდუალურია, ყველა საკუთარ თავზე ირგებს ამ პრაქტიკებს. მე მაგალითად ძალიან მეხმარება ხოლმე წინა ღამის დაგეგმვა და დაწერა, იმიტომ რომ წერის პროცესიც ძალიან სიამოვნებს ერთი და რომ ვუყურებ, ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ იქნება ეს წინასწარ პატარ-პატარა ნოუთების ჩამოწერა, რომ რაღაც მე მომდევნო დღეს შეხედო, თუ აი მსგავსი ტექნიკები, რა შეიძლება გამოვიყენოთ ამ უნარის გამოსამუშავებლად. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავგეგმოთ მინიმუმ 1 თვე წინასწარ. როდესაც მე ამას ვამბობ ხოლმე, მრავალგვაროვანი ემოცია. ბიზნესისთვის უფრო მარტივია, რადგან ბიზნესში აღნიშნული გარდაუვალია, მაგრამ პიროვნული კუთხით ადამიანები თითქოს ვთვლით, რომ იცი რა, მოდი მე დილით გავიღვიძებ და როგორ ხასიათზეც ვიქნები, იმის და მიხედვით დავგეგმავ, ხო? ეს არის უკვე არასტრუქტურირებული დღე. როდესაც დღე მიდის, მოდი ესეთ ფრაზას ვიტყვი, რაც ქართველებს ძალიან უყვართ, დინებით, ხო? დინებით წასული დღე გაგრძელდება ისე, სადაც დინება ისურვებს და მიგვიყვას, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა რომ დინება მგვატაროს, ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ჩვენი დინება და ჩვენი ნაკათი. ეს არის ამოსავალი წერტილი.
პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ, მინიმუმ 1 თვეს, აი ახლა ძალიან ისე რო არ გამომივიდეს და ცოტა ძალიანაც რო არ შევაშინოთ ჩვენი მსმენელი, ხო? 1 თვიანი დაგეგმით დავიწყოთ. ანუ არის ახლა პირობითად მაისისთვის ბოლო, ხო? ივნისი უკვე დაგეგმილია. რას ნიშნავს ივნისი უკვე დაგეგმილია? კვირების მიხედვით, დღეების მიხედვით, საათების მიხედვით შეიძლება დღეს ივნისი არ იყოს დაგეგმილი რუსა, საათების მიხედვით კონკრეტულად, მაგრამ მთავარი თემები, რაც ივნისში უნდა გადაწყდეს, მთავარი საკითხები, რაზეც მე პასუხისმგებლობა ივნისში ავიღე, ეს საკითხები უკვე ცნობილია. უკვე შემდგომში დაიწყო პირობითად ივნისის პირველი კვირა, ხომ? სანამ დაიწყება ნებისმიერი კვირა, იქამდე უნდა მოხდეს მომდევნო კვირის გაწერა. და არა ვთქვათ ორშაბათს. ხშირია ფაქტი, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ კვირის დაგეგმა იწყება ორშაბათს. არავითარ შემთხვევაში. მომდევნო ახალი კვირის დაგეგმა იწყება ყოველთვის წინა პარასკევს. საღამოს, ამით თითქოს არა, ჩვენს გონებასაც ვაძლევთ დავალებას, რომ ეს უკვე გავამზადე. შაბათ კვირას ჩვენი გონება აღნიშნულზე ავტომატურად მუშაობს და ორშაბათიდან ჩვენ გვეწყება ძალიან მარტივი კვირა. საიდან მოდის ეს ტერმინი, რომ ძალიან ძიმე დღეა ორშაბათი, ხო? თუ კი ჩვენ პარასკევიდან, ესე სუბუქი თანმიმდევრული ნაბიჯებით არა ვართ მომზადებული ორშაბათისთვის, რა თქმა უნდა, ორშაბათი ძალიან ძიმე დღედ დაგვატყდება, რატომ? იმიტომ რომ ბევრი არასტრუქტურირებული საკითხი დაგვხვდება და ფიზიკურად ვერ მოვერევით ამდენს, ხო? რატომ შემოვიდა ესე აქტუალურად და აქტიურად პარეტოს პრინციპმა? ყველა სფეროში რატო შეიძინა აქტუალურობა რუსა? რა არის პარეტოს პრინციპი, ხო? პარეტო იყო იტალიელი ვაჭარი, რომელიც ამბობდა, რომ ამ ქვეყნად ყველანაირი ძალიან ჭკვიანი მათემატიკოსი და ამ ქვეყნად ყველანაირი თითოეულ ადამიანს ყველა სფეროში, ნუ აღნიშნოს თვითონ ბიზნესის კუთხით ამბობდა, მაგრამ ყველა სფეროში ერთნაირად მუშაობს. მე თუ კი ფოკუსი მაქვს სწორად გასწორებული, ჩემი ფოკუსის 20%-იც რომ მივმართო, 80% შედეგისას მივიღებ. და წარმოვიდგინოთ, როდესაც ჩვენ პარასკევს ვგეგმავთ მომდევნო კვირას, რამდენი მაგი ფოკუსი გვაქვს თითოეულ გადასადგმელ ნაბიჯზე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ენერგიაც მიმართულია, კონცენტრირებულია, ფოკუსირებულია და არ იკარგება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი, ეგ არის ყველაზე სწორი აქცენტი რუსა, როდესაც ჩვენ მომდევნო კვირისთვის და ჩვენი გეგმების შესრულებას დაღლილები კი არ ხვდებით, ამას ხვდებით აბსოლუტურად სხვა ენერგიით და ენთუზიაზმით. რატომ? რა არის ენთუზიაზმი? შინაგანი ანთება, ხო? ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურობაში უფრო მეტად გვიკაშკაშებს თვალებს, მოდი ესე რომ გავაკეთოთ. და ეს ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, როდესაც მე წინასწარ ვიცი რა უნდა გავაკეთო. რისი ეშინიათ ადამიანებს? ყველას გვეშინია ქაოსის და ქაოსის რატო გვეშინია? იმიტომ რომ ქაოსში არ არის სტრუქტურა და ჩვენ არ ვიცით რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. სად წავიდეთ, რა მიმართულებით წავიდეთ. თუმცა თეო აქვე ისიც აღნიშნოთ, რომ ესეც არ არის პრობლემა, როდესაც ქაოსში გვიწევს ყოფნა, თუნდაც სამსახურში მაგალითად, ან სანამ პროცესში ვართ სტრუქტურის შემუშავების და პიროვნულად ვატყობთ, რომ ქაოტურები ვართ, ასე პირდაპირ რო ვთქვათ, არ არის რთული საქმე შემუშავების და დამუშავების თვალსაზრისით, ძალიან მარტივია რეალურად ყველაფერი, თუ ჩვენ სწორად მივუდგებით ამ ყველაფერს და ის იმ ქაოსშიც რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველგან ყველაფერი სტრუქტურირებული არ დაგხვდება გარემოში, იმიტომ რომ თვითონ გარემოა ძალიან ქაოტური. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მანდ ვერ ჩავერევით, ხო და ამ ქაოტურ გარემოში ჩვენი შინაგანი სიმშვიდის და სტრუქტურის შენარჩუნება რამდენად მნიშვნელოვანია, ესეც უნდა აღვნიშნოთ ალბათ. ძალიან საინტერესოდ მისთან წინა კითხვას, მადლობა რუსა. ქაოსი არის ძალიან კარგი რამ, მოდი ასე ვიტყვი. რატომღაც ადამიანების უმეტესობაში ქაოსი ასოცირდება ნეგატიურობასთან. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრუქტურაზე, ნებისმიერი ტიპის სტრუქტურა, პიროვნულზე მაქვს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი აქცენტი, იმიტომ რომ პიროვნული არის საწყისი ბიზნესისა, ყველა ტიპის სტრუქტურა იბადება ქაოსიდან. და რაც უფრო მეტად ქაოსია, უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ და კიდევ განსხვავებული სტრუქტურები შეიქმნას. სტრუქტურა
სავალდებულო არ არის რაღაც კონკრეტული ერთი გზით ვიაროთ. ჩვენთვის მთავარია მიზანი რა არის და იმ მიზნამდე მისასვლელი გზა შეიძლება რამოდენიმე იყოს. თავისთავად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დახელოვნებულები ვართ შემდგომში, ხო? ცალსაღად რო აღნიშნოთ, ქაოსი ძალიან კარგი რამეა, უბრალოდ ადამიანებს მოყვება ეს ჩვენი არასწორი რწმენა წარმოდგენი, თითქოს ქაოსი ასოცირდება დაბნეულობასთან. ნახეთ როგორ არის ხოლმე, აი იცი რა დღეს რაღაცნაირი დღე მაქვს, აი ქაოტური დღე მაქვს და სახეთი თითქოს მოიწყვინა სახემ. რეალურად დღეს ქაოტური დღე მაქვს, აი ესეთი ემოცია უნდა წამოვიდეს ჩვენგან. რატომ? ქაოსიდან ჩვენ ვქვნით სტრუქტურას, მაგრამ რა არის აქ მთავარი სხვაობა? ძალიან სწორად აღნიშნე, რუსა, მთავარია ადამიანებს გავითავისწოთ ის, რომ ქაოსი არის ბუნებრივი მოვლენა და ჩვენ აქ ამ საკითხს უნდა შევხვდეთ ძალიან დიდი სიმშვიდით. თუ კი ჩვენი ემოცია და რეაქცია ქაოსთან მიმართებაში იქნება აფექტურ მდგომარეობაში საკუთარი სხეულის გადაყვანა, ხო? ფიქრების არევა და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ჩვენ სტრუქტურას როგორ ჩამოვაყალიბებთ, ვერ დავინახავთ საერთოდ. ჩვენი გონება მთლიანად იქნება ბურუსით მოცული, ხო? ამიტომ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნარი, რომ თითოეულ საკითხს შევხედოთ ძალიან მშვიდად. ამ ქვეყნად გადაუჭრელი არაფერი არ არსებობს და ის ადამიანები, ის ინდივიდები, ის ბიზნესები აქვარებენ თითოეულ საკითხს ძალიან მარტივად, რომელიც უდგება საკითხს სიმშვიდით და აი ამ მაინდსეტით. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც არის საწყისი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. აქ არაფერი განსხვავებული არ არის. ქაოსი აუცილებელია, სავალდებულოა. ის რომ ამ ყველაფერს გაუთვალისწინებელი საკითხები მოყვება, ეს აუცილებელია, სავალდებულოა. პირიქით, ამის გარეშე ვერ სტრუქტურა შეიქმნება და ზუსტად იგივენაირად აუცილებელი და სავალდებულოა ჩვენი სიმშვიდე. თუ კი ჩვენ მუდმივად დამოკიდებული ვიქნებით კონკრეტულ სხვადასხვა სიტუაციასა და кейსზე, ეს кейსები და სიტუაციები არ შეიცვლება. მუდმივი რაც უნდა იყოს, ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც არის ამ შემთხვევაში ნებისმიერი მიმართულების საწყისი. ემოციური მედეგობა ასე ვთქვათ და გადავიდეთ ამ თემაზე. მდგომარეობა, როდესაც გარემოებები არ ახდენენ ჩვენზე იმდენად გავლენას, რომ ის რისი გაკეთებაც წინაღამეს გვქონდა დაგეგმილი, ჩვენ ავწდეთ ამ გეგმას და მიზანს. მაგალითად, თუნდაც ამინდის გამო, თუნდაც იმის გამო, რომ ცუდ ხასიათზე გავიღვიძეთ თუ გამოუძინებლები ვართ თუ ასე შემდეგ, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, ან რაღაც პრობლემა გქონდეს. ხო, პირადი, ოჯახში და ასე შემდეგ, რაც ძალიან ბევრია ჩვენ გარშემო. მაგრამ, როდესაც ეს გარემო ფაქტორები არ ახდენენ უარყოფით ზეგავლენას ჩვენს მიზანზე და გეგმაზე, რაც გვქონდა დაგეგმილი. აი ძალიან კარგად აღნიშნე რუსა და მე ამ საკითხს განვარცობ. შენახსენე ახლა ფრაზა ასეთი, როდესაც გარემო ფაქტორები არ ახდენენ გავლენას. ჩვენ, როდესაც პიროვნულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მთავარია გავაცნობიეროთ ის, რომ განმა არაფერმა არ უნდა მოახდინოს ჩვენზე გავლენა. ეს ერთი, პირველი არის ამის უპირობო გაცნობიერება. უკაცრავად და შემდგომში არის ჩვენ თვითონ ჩვენს თავს დავასწავლოთ ის, რომ გარემო პირობითად შეიცვლება, არ შეიცვლება, ოკეი, მაგრამ როდესაც მე ჩემში არის ეს დიდი ძალა, რასაც ჩვენ მედეგობას ვეძახით და ფანტასტიკური ქართული სიტყვა, ხო? ამ შემთხვევაში გარდაუვალია ჩვენი წარმატება. ადამიანები, რასაც ვაკეთებთ კონკრეტული ბიზნესისთვის ვაკეთებთ და ეს მიზანს თითოეული ჩვენგანი განსხვავებულად ვუწოდებთ წარმატებას, ხო? ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ სხვას აქვს უფრო მარტივი ცხოვრება. თითქოს პირობითად, მოდი ვიტყვით ჩემს მაგალითზე, ჩემთვის მარტივია საუბარი სტრუქტურაზე, რადგან იცი რა, მე ახლა ამ ყველაფერს რაღაც ბევრი წელია ვაკეთებ, ხო? მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა როდესაც დავიწყეთ პატარა ნაბიჯებით. იგივენაირად როგორც ბავშვმა ისწავლა სიარული, ჩვენც ვისწავლეთ სიარული, ხო? აი ამ პროცესში რა არის ის თვისებები, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ. პირველი ესეთი თვისება არის მეტეკობა. მე ვიცი, ჩვენ ვიცით, ბიზნესმა იცის, პიროვნება მიცის, გზაზე ბევრი დაბრკოლება იქნება და ჩვეულებრივი ამბავია,
არ უნდა ვიწუწუნოთ, ეს არ არის რაღაცა განსხვავებულობა, რომ რაღაც ახლა რაღაცა მან და მაინც მე და მე მთხოვა თუ ჩემს დროს მოხდა თუ ასე შემდეგ, არა. ეს ყველა ფაქტორი უნდა უგულებელყოთ და უნდა ვთქვათ, შინაგანად უნდა გქონდეს მუდამ ეს ჩვენი მზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა გავაკაშკაშოთ და ამ მზის შიკაშკაშის საწყისი არის მედეგობა, რომელიც გვეუბნება. ჩვენ მიზნამდე უნდა მივიდეთ. კარგია თუ კი გარემო ფაქტორის ამინდით შეგვიწყობს ხელს, მაგრამ თუ კი არა, ეს ჩემზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ყველას გონია, რომ სხვისი ცხოვრება უფრო მარტივია, მაგრამ როგორც ის ცნობილი გამონათქვამია, სხვის პრობლემებს რო შევხედე, ისევ ჩემი ავიღეო, მინდა რომ აი ეს კარგად გავითავისოთ თითოეულმა ადამიანმა. ნამდვილად თეო გეთანხმები და რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული სტრატეგიების დასახვა პიროვნული განვითარებისას, არ ვიცი, მაგალითად, ახალი უნარის შეძენა გინდა თუ ახალი ცოდნის და ამისთვის რაღაც პირობითად რომ ავიღე რაიმე კურსი. მოკლედ, როდესაც დავაფიქსირებ, გავიაზრებ, რომ მჭირდება რაიმე ახალი ცოდნა შევიძინო, ანუ პროფესიული განვითარებისთვის მჭირდება კონკრეტული ცოდნა. დაახლოებით რომ მივყვეთ რა ნაბიჯები შეიძლება იყოს ადამიანის ტვინში, რომ მივიდეს კონკრეტულ ნაბიჯამდე. მაგალითად, რაღაც წერტილამდე მინდა მისვლა პროფესიულად. ამ ნაბიჯამდე რომ იქამდე რომ მივიდე, რა მჭირდება? მაგალითად, მჭირდება ცოდნა. ხო, თავისთავად, და გვჭირდება ახალი ცოდნა, და გვჭირდება ახალი უნარები და, ემოციურად ვიყოთ ძლიერები. ეს კიდე ცალკე მიმართულება. ამ ცოდნისთვის რას ვაკეთებ? მოვიძიებ გზებს და საშუალებებს, როგორ შეიძლება ეს ცოდნა შევიძინო. ცოდნის გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით თავისთავად უნარები. რა უნარები მჭირდება იმისთვის, რომ აი ამ კონკრეტულ პროფესიამდე, არ ვიცი, შეიძლება ადამიანს უნდადეს, რომ აი გარკვეულ თანამდებობა არის მისი მიზანი. რომ აი იქამდე მივიდეს, მაგრამ რა მიგვიყვანს იქამდე? ძირითადად მაინც უფრო საუბრები არის ხოლმე ძალიან ზოგადი და მინდა რომ ვიყოთ ძალიან პრაქტიკულები, რომ პარალელის გავლების საშუალება ჩვენს მაყურებელს მარტივად გქონდეს. და შემდეგ უკვე მივყვეთ აი ნაბიჯ სტრუქტურიზებული ქმედებებით ყოველდღიური, რაც მიმიყვანს აი იმ დასახულ მიზნამდე. ეს არის კონკრეტული თანამდებობა, კონკრეტული პროფესიის შეცვლა თუ ასე შემდეგ. მოკლედ, რაც არის ჩემი მიზანი. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა. პირველი, რაც უმთავრესია, თითეული ჩვენი წინსვლა თუ წარმატება გადის ჩვენს განვითარებაზე. განვითარება გადის მუდმივ და ყოველდღიურ სწავლაზე. არ არსებობს ეგეთი ტერმინი და ეგეთი ფრაზა, რომ მე მორჩა რაღაც ვისწავლე და დავამთავრე, იმიტომ რომ ამ სამყაროში ერთადერთი რაც არის მუდმივი, ეს არის ცვლილება. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მე მუდმივად უნდა შევიცვალო და მუდმივად უნდა განვითარდე. მინდა კონკრეტული პოზიციაზე დაწინაურება იქნება, ეს თუ ახალი ბიზნესის დაწყება იქნება, ეს თუ ახალი უნარების შეძენა იქნება. პირველი უნდა ვაღიარო ის, რომ ეს არის აუცილებელი, ეს არ არის ჩემი არჩევანი. თუ კი მე არ ავირჩევ განვითარების გზას, მე უკვე წარსულში დავრჩი. რეალურად ეს არჩევანი არ არის. ამიტომ პირველ რიგში უნდა გავაცნობიორო ის, რომ მე ეს შემიძლია და მოდი ახლა დავიწყოთ სწავლა. მაგალითად, კონკრეტულად ერთი მიმართულებით განვითარებით, ხო? ძალიან აქტუალურია ახლა ხელოვნური ინტელექტი და თავისთავად აბსოლუტურად თითოეული ჩვენგანი ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს. მე თავადაც ვითარდები და აუცილებელი ეს არის ძალიან basic, როგორ უნდა განვითარდეთ, თქვათ, კონკრეტული მიმართულებით. პირველ რიგში მე ამის კეთება მჭირდება, მიყვარს, თუ უბრალოდ აუცილებელია. თუ კი მე მიყვარს, მჭირდება და აუცილებელი არის გაერთიანებული, კიდევ უფრო მეტ რესურსს და ძალისხმევას ჩავდებ და უფრო სწრაფად გავივლი ამ ნაბიჯებს. სიზარმაცე უნდა გადავდოთ აბსოლუტურად გვერდით. წინა კითხვაზე მკითხე რუსა რომ აი როდესაც ბევრი ცთუნებაა, ხო? კი, ძალიან ბევრი ცთუნებაა პირობით. ტელეფონი ხშირად რეკავს, მეგობარი გვირეკავს, მოდი აქ გავიდეთ, მოდი ეს გავაკეთოთ, ასე შემდეგ, ხო? ფოკუსი რაზე გვაქვს? მე თუ მინდა განვითარება და სწავლა და მე თუ კი მინდა რომ აღნიშნულს მივაღწიო 6 თვეში, 6 თვეში სრულიად ახალ პროფესიაში შეიძლება რომ გახდე პროფესიონალი. პროფესია არ არის დამოკიდებული თვეებზე და წლებზე. პროფესიის შეძენა დამოკიდებულია იმ რესურსზე, რასაც მე ყოველდღიურად პირველი რაც მე მინდა რომ ჩვენს მსმენელს დარჩეს არის ის რომ ყოველდღიურად რას ვაკეთებ.
ახალ პროფესიას სწავლობ, ყოველდღიურად უნდა ვისწავლო. არ არსებობს ეგეთი ფრაზა, რომ მე პირობითად კვირაში ორჯერ ავიღებ ენის კურსებს, მაგალითად, ან ვისწავლი რაღაც კონკრეტულ მიმართულებას კვირაში ორჯერ. კვირაში ორჯერ, ოკეი, რაღაც შეიძლება იყოს ესეთი განყენებული, მაგრამ ყოველდღიურად უნდა გააკეთო. ამის კი ბატონო, აუცილებლად ეს რაც არის პირველი არის ყოველდღიურობა. მინდა კონკრეტული მიმართულების ახალი პროფესიის სწავლა? პირველი მივმართავ აუცილებლად პროფესიონალს, რომ დამანახოს ის მოკლე გზა, როგორ მივიდე მე იქამდე მოკლედ, რომ მე არ მომიწიოს ბევრი ძალისხმევის ჩადება. დღეს ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. უამრავი ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია, რომელიც არის საჯარო. თუ კი ამ შემთხვევაში ენას ვფლობთ და ან ინგლისური ვიცით, ან ამ შემთხვევაში რუსული ვიცით, კიდევ უფრო ბევრად მარტივია, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის რაც შეგვიძლია გავაკეთოთ საკუთარი რესურსით, როდესაც სხვა ინფორმაციასთან გვაქვს ცნობა და მეორე არის რა შეგვიძლია გავაკეთოთ პროფესიონალის დახმარებით. ამ ყველაფერს ვაერთიანებთ, ყოველდღიურად გავდივართ ნაბიჯებს და მიუღწეველი არაფერი არ არის რუსა. მე დღეს ნებისმიერი მიმართულებით ახალი პროფესიის დასწავლა რომ მოვინდომო, 6 თვეში აუცილებლად პროფესიონალად ვიქცევი, როდესაც ყოველ დღე თანმიმდევრულად სიძარმაცის გარეშე და დღის მანძილზე იმდენი საათი, რამდენი საათის მღვიძავს იქნება იდეალური. და არა ვთქვათ 1 საათი ან 2 საათი. დღეში 1 საათიანი შრომით ამ ქვეყნად არაფერი დიდებული არ შექმნილა და არაფერი გარანტიოზული. ნამდვილად თეო გეთანხმები და ხშირად ადამიანები ვამბობთ ხოლმე, რომ რაღაც უნდათ გვინდა, მაგრამ თან დრო არ გვაქვს და იმერე რომ ჩაიკითხები ასეთ სიტუაციაში, რომ აი როგორია მაგალითად შენი ყოველდღიურობა, დღის განრიგი, მთელი დღის განმავლობაში რა ხდება? მერე ფიქრდება და იწყებს ფიქრს ადამიანი, რომ უი თურმე ქონია თავისუფალი დრო, იმიტომ რომ რას ვაკეთებ, ისე მით უმეტეს დღესდღეობით ისე მარტივად შეიძლება სტუნდე ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე ვამბობ ამას, მინიმუმ ტელეფონით თუ ასე შემდეგ, იმდენი საცდუნებელია. და იმდენად დიდი დრო, ენერგია და რესურსი შეიძლება წაიღოს ჩვენი ძალიან დიდი, რომ აი ეს ყველაფერი რომ გადავიტანოთ დროში და რიცხვებში და დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რომ თუნდაც რამდენ დროს ვკარგავთ. აი აბათ დავფიქრდეთ, შეიძლება საათი იყოს, შეიძლება 2 საათი იყოს, მინიმუმ და ამაზე მეტიც და ეს დრო რომ დაეთმოს ამ პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდას, თუნდაც მინიმუმ ყოველდღიურად გრძელვადიან ჭრილში რამდენად შედეგიანი იქნება. ასე წავყვეთ საკითხს. დღის მანძილზე რამდენი წუთის ქროლავს თითოეული ადამიანი, ხო? ნუ მინიმუმი ავიღოთ 20 წუთი, ყველაზე ცოტა. 20 წუთი კონკრეტული ერთი მიმართულებით წიგნის კითხვა, ბიზნეს ლიტერატურის კითხვა. ძალიან ბევრის მომცემია. 20 წუთით დაიწყებ და შემდგომში განაგრძო. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს აბსოლუტურად თანაბარი დრო. თითოეული ჩვენგანის შედეგი დამოკიდებულია ზუსტად იმ ქმედებაზე, რასაც ჩვენ ყოველდღურად ვირჩევ. მე ყოველჯერზე ვირჩევ, რომ არ ვსკროლო პირობითად და აღნიშნულის ნაცვლად წავიკითხო წიგნი, მქონდეს ყოველდღე დაგეგმილი ჩემი დილა. დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე ჩემი დღე არის სრულად გაწერილი. ყოველდღიურად. მარტივია? თავიდან რთული იყო. ახლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა. თუ კი პირობითად ჩვენ ავირჩევთ, რომ ყავა დავლიოთ 3 საათი. ოკეი, ეს ჩვენი არჩევანია, 3 საათი დავლევთ ყავას. აი ეს უნდა მეთქვა თეო, არ შეშინდეს მაყურებელი, რომ 9-დანაც საათამდე რომ ახსენე არ ნიშნავს ეს, რომ აი ამ პერიოდის განმავლობაში მუდროდ უბრალოდ იცი. ხო, უბრალოდ იცი რას აკეთებ წინასწარ და თუნდაც მეგობართან ერთად 3 საათი გაქვს ასეთი საუბარი ყავის დალევასთან ერთად. აი საკითხი და თემა ესეთი, რომ მე დრო არ მაქვს, არ არსებობს. ეს არის ადამიანის მიერ მოგონილი. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს განვითარებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის განვითარება. და თუ კი მე ვამბობ, რომ განვითარებისთვის დრო არ მაქვს, მაშინ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდე, რა არის ჩემი პრიორიტეტი, რისთვის მაქვს დრო. მაშინ მე ვირჩევ იმას, რომ ოკეი, დავრჩი აქ, რადგან მე თუნდაც ყოველდღიურად 10 წუთი უცხოენის შესწავლა მინდა პირობითად, ხო? 10 წუთი ყოველდღიურად რომ ვუსმინო მე ინგლისურენოვან პირობითად ან პოდკასტს ან ასე შემდეგ, ხო? ადამიანის
ყური ძალიან ეჩვევა და ძალიან სწრაფად ვითარდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი თუ გამოვაცალე და მე რაღაც ერთიანი გრანდიოზული იმედად დავრჩი, არასოდეს ერთიანად და გრანდიოზულად არაფერი არ ხდება რუსა. ყოველთვის ყველაფერი ხდება ზუსტად იმ 1 წუთის პრინციპით, 3 წუთის პრინციპით, 10 წუთის პრინციპით და 30 წუთის პრინციპით. ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს, ძალიან მარტივია. აი, ხშირად ადამიანებს გონიათ, რომ სტრუქტურის დაცვა არის ძალიან რთული. პირიქით, სტრუქტურა არის ძალიან მარტივი და შემდგომში ცხოვრება ხდება ძალიან მარტივი. გეთანხმები თეო და ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პატარ-პატარა ჩვევები, იმიტომ რომ მე მსგავსი ქმედებები ხო ჩვენს ჩვევებად გარდაიქმნება. და მეც მაქვს ასეთი კონკრეტული ჩვევები, რომელიც თან სასიამოვნოა, თან ვხვდები, რომ ზრდას არ ვაჩერებ, თან ვხვდები, რომ დროც სასიამოვნოდ გამყავს, მაგალითად, ძილის წინ 9 საათი მაინც უნდა ვუსმინო ჩემი ინფორმაციის მიღება მოსმენაზეა ძირითადად ბიზნეს ლიტერატურას ან ჩემს საუკეთესო საყვარელ მენტორებს, პოდკასტებს და ასე შემდეგ. რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვუსმინო, 9 საათი უნდა გამოვყო განვითარებისთვის. აი ესეთი პატარ-პატარა ჩვევები. შენ ახლა კითხვა ახსენე მაგალითად, რომ შენთან მიმართებაში ეს არის. აი ესეთი პატარ-პატარა ჩვევები ერთი მხრივ თან ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ რეალურად არჩევანი ჩვენზეა, შეიძლება გამოიყენო სხვა მიმართულებით, რაც ასევე არ არის ცუდი. ეს არ ნიშნავს, რომ აქედან რო ამოვარდე ან მეგობართან კომუნიკაციას დაუთმოდრო ეს პრობლემა თავისთავად ასე არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული მიზანი გვაქვს და ამ მიზნისკენ მიღწევა გვინდა, რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყოველდღიური ნაბიჯები და კიდევ ერთხელ ვახსენოთ, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ გზას გადაუხვიო და მაგალითად კი არ მოვუსმინო რაღაც განვითარებისთვის საუბარს, არამედ მეგობართან რომ მინდა ლაპარაკი, მეგობარს არ დაველაპარაკო. ეს რა თქმა უნდა ერთმანეთს არ გამორიცხავს. უბრალოდ მნიშვნელოვანია იმ მომენტში ჩემი მიზანი და პრიორიტეტი რა არის და ასე განვსაზღვრო, რომ თუნდაც ვთქვა უარი რაღაც კომუნიკაციაზე თუ არ ვიცი, განვითარებას დავუთმო დრო. აი, ვცდუნდე თუ რაც მინდა რეალურად, რაც მჭირდება ის გავაკეთო. ძალიან სწორ აქცენტები გაქვს რუსსა და ერთ მაგალითს მოვიყვანა იქ თუ გინდ დღევანდელი დღის, ხო? თითოეული ჩვენგანი მინიმუმ ალბათ თბილისში სადღაც საათი-საათნახევარი ვატარებთ საცობში, ხო? საათნახევრის მანძილზე შეგვიძლია ძალიან ბევრნაირ განმავითარებელ პოდკასტსაც მოусმინოთ, ლიტერატურასაც მოусმინოთ. პირობითად თუ კი ბლუთუზი გვაქვს მანქანაში, ისეთი ზარი განვახორციელოთ, რომ კონკრეტული საკითხები მოვაგვაროთ, ან ვიფიქროთ. ფანტასტიკური დრო არის ფიქრისთვის და ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. აი ეს ყველაფერი არის პრიორიტეტების მინიჭება. მე რას ავირჩევ? მე ავირჩევ საცობში სიბრაზეს, რომ აი საცობია და დამაგრია და თუ ასე შემდეგ თუ ვიტყვი რომ ოკეი, ეს გარდაუვალი ფაქტია, მოდი ახლა ეს სხვა დანარჩენი გავაკეთო. და კიდევ აი შენ ყურადღება გამახვილე და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ დროში აწმყოში ყოფნას და ხარისხზე ფოკუსს. როდესაც მე სტრუქტურირებული ადამიანი ვარ, მე როდესაც აქ ვარ, 100%-ით აქ ვარ. მე არ ვფიქრობ ამ ეტაპზე სხვა დანარჩენ გარე ფაქტორებზე. ასეთი ადამიანი მეგობართან ყოფნასაც უფრო სხვანაირად გრძნობს და აფასებს. იმიტომ რომ როდესაც უკვე მეგობარს ესაუბრები, სრულად მასთან ხარ და დღეს ადამიანების და სამყაროს თავარი გამოწვევა რა არის? აწმყოში ყოფნა, ხო? ვართ ერთ ადგილაზე, ჩვენი გონება გარბის სხვაგან. და აი ამაშიც გვეხმარება სტრუქტურა, რომ ჩვენ გვასწავლის, იცი რა, ეს ქაოსი, მოდი ახლა აქაც დავალაგოთ და როდესაც შენ ესაუბრები შენს უსაყვარლეს ადამიანს თუ ოჯახში ატარებ დროს თუ ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში პირობითად ტელეფონში კი არ იყო თავჩარგული, არამედ გულწრფელად მოусმინე მეორე მხარეს და კიდევ ერთ ვიტყვი, ჩვენ სტრუქტურა გვასწავლის მოსმენას. და მოსმენის გარეშე არაფერი ღირებული არ იქნება. ყველაზე მთავარი რაც არის ურთიერთობები არ იქნება. ნამდვილად თეო გეთანხმები, იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები მაინც უფრო პასუხზე ვართ ხოლმე ორიენტირებულები, როდესაც ადამიანი გვესაუბრება, მაშინ როდესაც კარგავთ ყველაზე ძვირფას მომენტს, გაგების მომენტს. ანუ ჩვენზე ვართ ორიენტირებულები, ჩვენ რა ვუპასუხოთ იმ მომენტში და ამ დროს ბევრად მნიშვნელოვანი არის იქ დარჩენა და მოსმენა და გეთანხმები, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი უნარი არის.
თეო გადავიდეთ უკვე ბიზნესზე, რამდენად მნიშვნელოვანია სტრუქტურის არსებობა პიროვნულ დონეზე ადამიანი, რომელიც ბიზნესს მართავს და აი ბიზნესში. შენი გამოცდილება როგორც ბიზნეს სტრატეგის მსგავსი მიმართულებით რომ გაგვიზიარო. ყოველთვის იქამდე სანამ გადავწყვეტ თუ როგორ უნდა განმავითარო ბიზნესი ან ასე შემდეგ, ყოველთვის მაქვს ხოლმე გასაუბრება ბიზნესის დამფუძნებელთან. რატომ? ბიზნესი არის სახე მისი დამფუძნებლის, ხო? შესაბამისად, თუ კი პიროვნულად ადამიანი, თეო თუ კი მზად არ არის სტრუქტურირებული ნაბიჯებისთვის, ბიზნესშიც აღნიშნული ნაბიჯები ფიზიკურად ვერ იქნება განხორციელებული. ამიტომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. როგორ ვაკეთებ ხოლმე და როგორი პრაქტიკა მაქვს დამკვიდრებული. როდესაც ვხვდები დამფუძნებელს, პირველ რიგში ვსწავლობ, რამდენად სურს მას განვითარება. ხშირად ადამიანები ვფიქრობთ, რომ განვითარება გვინდა, ვაჟღერებთ სიტყვიერად, მაგრამ ჩვენი ქმედებები არ მოყვება. ჩვენთვის ბიზნესში უმთავრესია საუბარი ნაკლები, ბევრი ქმედება, მაგრამ ეს ყველაფერი პიროვნული და ბიზნესი უკვე გაერთიანებულია. ამ შემთხვევაში პირველ რიგში დამფუძნებელს ვასწავლი CEO mentorship-ის ფარგლებში, როგორ იყოს თავად სტრუქტურირებული. ან დაინახოს მაინც არის გამოწვევა ის, რომ ადამიანებს არ ეთმობათ მუდმივი ქაოტურობა, გულისხმობ მუდმივი გადარბენები, თითქოს აი ამ სიმშვიდეს გაურბიან და რეალურად სტრუქტურა არის სიმშვიდის წყარო. თითქოს უფრო მეტად მასტიმულირებლად თვლიან აი ამ ქაოტურ გარემოს, რომელიც მათთვის რატომღაც ეს მიჯაჭვულობაც აქვთ, რომ თითქოს ეს არის მათთვის ბევრი საქმის კეთების წყარო. რეალურად მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ბიზნესში გავაკეთოთ ბევრი საქმე, როდესაც ჩვენ გვაქვს სტრუქტურა. ადამიანის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მოვასწროთ პიროვნულად ბევრი რამ, თუ კი მე ვიცი, პირველ საათზე ეს უნდა გავაკეთო, 3-ზე ეს უნდა გავაკეთო, 4-ზე ეს, 5 საათის შემდგომ, ოკეი, მე თავისუფალი დრო მაქვს და მომდევნო 3 საათი, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ბიზნესში, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ფუფუნება არ არის. ბიზნესში ყველაფერი თუ კი არ არის თანმიმდევრული და გაწერილი, მე ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი. თუ კი ჩვენ ბნელ ოთახში ვისვლით ისარს, აუცილებლად მოვარტყამთ ალბათობის თეორიით მიზანს ოდესმე. ოდესმე მოვარტყამთ. ზუსტად იგივენაირად არის, თუ კი ბიზნეს არ აქვს სტრუქტურა და ზუსტად იგივენაირად თვითდინებით მიედინება ეს ჩვენი ძვირფასი დრო და ცხოვრება, თუ კი ადამიანებს ჩვენ არ გვაქვს შინაგანი სტრუქტურა. ბიზნესში არის ამ ორის გაერთიანება და ბიზნესი, რომელიც არის ძალიან წარმატებული, ყოველთვის არის ძალიან სტრუქტურირებული. სხვაგვარად ვერც ბიზნესი განვითარდება და რა თქმა უნდა, თანამშრომლებიც ვერ განვითარდებიან და თავისთავად ბიზნესი დგას თითეული ადამიანის განვითარებაზე. ამიტომაც არის, რაც უფრო მაღალი ცნობიერებით არის ბიზნესი, ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ აუცილებლად ჩვენი განვითარება არის ერთიანი ორგანიზმის განვითარება და როგორც საწყისი რგოლით, ასევე რგოლის დასრულებამდე აღნიშნული არის მუდმივი პროცესი. რუსა არ არსებობს ესეთი ფრაზა და ტერმინი, რომ მე ვისწავლე ეს და აი აქ პროფესიონალი ვარ. ამ სამყაროში ჩვენ კი, ოკეი, პროფესიონალები ვართ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სასწავლი არ გვაქვს. მუდმივად სასწავლი გვაქვს, განსაკუთრებით ამ ერაში, როდესაც აბსოლუტურად იმდენად ასწრაფებულია დრო და კიდევ აი ერთ აქცენტს დავსვამ, მაშინ როდესაც დრო ამდენად ასწრაფებულია, პირიქით სტრუქტურა არის ჩვენთვის ის ბერკეტი, რომლითაც ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია დროის მართვა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა და time management იდეალურად გამოდის იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე შეეგუენ იმ ფაქტს, რომ იცი რა, ძალიან მარტივად შეიძლება დროის მართვა, თუ კი იცი ყოველ მომდევნო 1 საათში რა უნდა გააკეთო. კი, ძალიან მარტივად, კი. აი აქვე შევაჯამოთ თეო და ვთქვათ ის, რომ ჩვენი დამოკიდებულება რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცას შეიძლება შევხედოთ, რომ არის ძალიან რთული და მე ჩვენი ტვინიც ასე იწყებს, რა თქმა უნდა, მუშაობას და ყველაფერი გვერდულება. და ამ დროს ზუსტად იგივენაირად შეიძლება, რომ აი თემა შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ დამოკიდებულება 2 განსხვავებული, თან ერთნაირად, ან ძალიან რთული და მე ჩვენ რთული გზებით ვიწყებთ
ქმედებას, ან ვამბობთ, რომ არის ძალიან მარტივი და ძალიან მარტივად ვიწყებთ ქმედებას და ძალიან მარტივადაც მივდივართ შედეგამდე. დამოკიდებულება არის უმთავრესი და გამეღიმა კიდევაც აღნიშნულზე. ხშირად მეუბნებიან, რომ თეო შენ ძალიან გიყვარს ყველაფრის გამარტივება. კი. ყველაფერი არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ სტრუქტურა არის თვითონ ძალიან მარტივი. მან სირთული არაფერი არ არის, მაგრამ აი ადამიანებს უჭირთ დაჯერება, როგორ შეიძლება მე მარტივი ნაბიჯებით მივიდე კონკრეტულ შედეგამდე. რეალურად ეს მარტივიც ოდესღაც იყო ძალიან რთული, მაგრამ ფორმა იცვალა. აღარ არის რუსახლა ამ სამყაროში იმისი დრო, რომ ჩვენ რაღაცა 999 დრაკონი მოვკლავთ და ასე შემდეგ. წავიდა აღნიშნული დრო, იმიტომ რომ ჩვენ იმდენი რესურსი გვაქვს, ძალიან მარტივად შეგვიძლია ყველაფრის გაკეთება, თუ კი ვიცით რა რესურსები გვჭირდება, ვის უნდა მივმართოთ, გზა როგორ უნდა გავიკვლიოთ, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება მარტივად შევხედავთ, მარტივად წავყვებით. განასწრებ პროცესში არ აღმოჩნდება რაღაც კონკრეტული გამოწვევა, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება იმ გამოწვევის მიმართაც იქნება ესეთი. ოკეი, ეს საკითხი დადგა, მე ახლა ამას ძალიან მარტივად გადავჭრი. ეს არის უმთავრესი გამოწვევა ქართულ რეალობაში განსაკუთრებით. მე ძალიან დიდი რესურსი და დრო მჭირდება ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანს დავარწმუნო, რომ ეს მარტივია. არ შეხედონ, თითქოს ეს ძალიან რთულია. აი, აქ არის, ეს არის მთავარი გამოწვევა. ამ რწმენა წარმოდგენის განეიტრალება. თორემ თვითონ პროცესი, ხო? იმიტომ რომ ეს სტრუქტურირებულია და ფიზიკურად ძალიან მარტივია, შემდგომში უკვე ხვდებიან, რომ კი, იცი რა, ეს მართლაც რა მარტივი ყოფილა, მაგრამ აი ამ ყოფილადან მოდის, აი ამ დაჯერებიდან იწყება. ამიტომ კი, ჩვენი დამოკიდებულება არის უმთავრესი და ეს ჩვენი დამოკიდებულება მხოლოდ მაშინ იცვლება რუსა, როდესაც ჩვენ მუდმივად ვიზრდებით და ვითარდებით. გეთანხმები, თეო. ერთი პატარა საჩუქარი მაქვს შენთვის და აქვე გადმოგცემ. ძალიან დიდი მადლობა. თვითფლობის წარმოდგენი არის მაიზერ ზაქარაშვილის სახელობის კერამიკული თიხის საამქრო ემზი კერამიკა, რომელიც ყველა ჩემს სტუმარს გადასცემს ასეთ თიხის ხელნაკეთ და გულნაკეთ, ესე მოვიფიქრე სიტყვა უხდება ძალიან. საოცარი ნამუშევარია. თიხის გულნაკეთ ჭიქას და თიხის ამ ჭიქის დამუშავება ზოგადად იცი ხო თეო რამხელა გზას გადის აი თიხიდან, აი მასალიდან, თუნდაც ამ ჭიქამდე და რომ მოვიდეს და ესეთი ფორმა შეიძინოს ფერებით და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი არის ხელით დამუშავებული და ძალიან მიყვარს ესეთი მოკლედ ღირებულია ჩემთვის, იმიტომ რომ ამ პროცესის ამ ჭიქის უკან დგას რაღაც ძალიან ბევრი პროცესი და მთელი გული და აი სული ჩადებული. აღნიშნული მართლა დიდებულების უკანაც დგას სტრუქტურა. გეთანხმები, რომელიც ყოველდღიურობაში მეურდება. და შემდგომში კიდევ და კიდევ უფრო მეტად იცვლის სახეს და კიდევ უფრო მეტად სტრუქტურირებული ხდება. ძალიან დიდი მადლობა, ფანტასტიკური საჩუქარია და მთელი გულით მივიღე მეც. მადლობა უღმესი. მადლობა თეო, შენს ძალიან პროდუქტიული საუბარი გქონდა ჩემი აზრით. იმიტომ რომ ვფიქრობ ჩვენი მაყურებელი პრაქტიკულ რჩევებს წაიღებს ჩვენი საუბრიდან და მაშინ როდესაც გადავწყვეტთ პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდას გამიხარდება თუ გაგახსენდებათ ჩემი და თეოს საუბარი, რომ სტრუქტურა ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა, ეს ერთი და მარტო აქ კი არ დარჩება ეს საუბარი, არამედ ამ სტრუქტურის უკან წამოვა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ყველაზე მთავარია, პრაქტიკული ნაბიჯები, რა შეიძლება გავაკეთოთ სტრუქტურის შესანარჩუნებლად და ვფიქრობ, რომ ეს საუბარი თქვენ დაგეხმარებათ. თეო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მოსვლისთვის, დროის გამოყოფისთვის, ასეთი სასიამოვნო ღირებული საუბრისთვის და ბევრი პრაქტიკული რჩევის გაზიარებისთვის. ასევე უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან ბევრი წარმატებები ამ მართლა ძალიან მაგარ საქმეში. მადლობა, მომავალ შეხვედრამდე.